კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებმა ნაძალადევის რაიონში სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. კეთი თურაზაშვილმა და ნიკა შერქეზიშვილმა სკოლებში არსებული გარემო გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ რეაბილიტაციის გამო სკოლის მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღება არ შეუძლიათ. ამასთან ერთად, როგორც თურაზაშვილი აცხადებს, რეაბილიტაციის და მშენებლობის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მის შეკითხვებზე პასუხი არ გაუწია. კოალიციის ლიდერები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ქართული ოცნება ანგრევს და აღარ აშენებს სკოლებს. თავად განათლების სამინისტროს წერილები შემიძლია ვაჩვენო საზოგადოებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ 250 სკოლა უკვე არის დანგრეული და რეაბილიტაციაზე გაშვებული. აპირებენ, რომ 800 სკოლამდე დაანგრიონ, თუმცა ჩემს კითხვაზე, თუ როდის დასრულდება ამ სკოლების მშენებლობა, განათლების სამინისტროს პასუხი არც მაშინ ჰქონდათ 1 წლის წინ და არც ახლა აქვს სამწუხაროდ. ამ უბანს პირდაპირ მნიშვნელობით ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ მოუწყო განათლების გენოციდი. აქ უკვე მრავალი წლის განმავლობაში, 4-5 წლის განმავლობაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი არაერთ სკოლაში. პასუხისგებლობა უნდა აიღოს ქართულმა ოცნებამ. პასუხისგებლობა კი შეიძლება კონკრეტულად ნაძალადევის შემთხვევაში იყოს ერთადერთი, ვერც ერთი ხმა. ასეთი დამოკიდებულებისთვის ქართულმა ოცნებამ ვერ უნდა წაიღოს.